ბოლო პერიოდი დახუნძურული იყო ტექნოლოგიური სიახლეებით. ამერიკით დავიწყოთ, კერძოდ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაანონსა ახალი პროექტი გენეზისი, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის წვრთნას მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ ამ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეცნიერული განრღვევების შექმნას. ერთი კუთხით შესაძლოა ეს საინტერესო იყოს მეცნიერებისთვის, მაგრამ მეორე კუთხით თუ შევხედავთ, საინტერესოა რატომ უნდა ამერიკის მთავრობას რომ აკონტროლოს სამეცნიერო განრღვევები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ეს ხო არ გულისხმობს იმას, რომ მათ ინტერესი აქვთ აკონტროლოს თვითონ ის მიმართულება, სად წავა მსოფლიო მეცნიერება და სად არ წავა, სად აუკრძალავენ მას განვითარებას. ეს დასაფიქრებელი საკითხია და ამაზე აზრის შექმნა თქვენთვის მომინდია. შემდეგ სიახლეში მინდა დემონსტრირება გავუკეთო ჯემინის შესაძლებლობებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ის გამოიყენა როგორც მანქანის შეკეტების ასისტენტი და შეძლო მანქანის გაკეთება მისი დახმარებით. Hi, I'm Gemini. Hey Gemini, this is my 2009 BMW 335i. Can you help me do an oil change? Yeah, absolutely. What kind of oil and filter do you have on hand? And do you have the right tools, like a wrench for the drain plug and an oil filter wrench? Yeah, I got the Castrol 5W40 recommended and the correct oil filter, and I have the correct tool for the oil filter housing. Great, you've got everything we need. Okay, Gemini, the oil looks full. It looks like you're all set with your oil change. Another job well done. Thanks so much, Gemini. You're very welcome. It was my pleasure to assist you with your oil change. ეს ალბათ კიდევ ახალ ნიშას გააჩენს სოფლიო ბაზარზე და იმედია მანქანების შემკეთებლების პროტესტს არ გამოიწვევს. შემდეგი სიახლეს კავშირშია ავტოინდუსტრიასთან. Waymo-ს თვითმართვადმა ავტომობილმა გზავრი პირდაპირ სპეცოპერაციაში გაატარა. Fucking Waymo. Oh my god. Oh my god. What the fuck is that Waymo doing? ეს ვიდეო კითხვებს აჩენს მორალის თვალსაზრისით. ერთია ხელოვნურ ინტელექტს მივანიჭოთ ჩვენ 1000-ნაირი შესაძლებლობა გავხადოთ ის მათემატიკაში მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ მეორეა მივანიჭოთ მას ადამიანური თვისებები. ადაპტირება ისეთ გარემოში, სადაც ის მიჩვეული არ არის, ან არ აქვს ნასწავლი თუ როგორ უნდა მოიქცეს. ეს ვიდეო დემონსტრირებას უკეთებს იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი მიხვდებოდა, გაიაზრებდა რა ხდება და შესაბამისად ადამიანური ბუნების მიხედვით იმოქმედებდა. თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა აშკარად ვერ შეძლო ეს ამ კონკრეტულ მომენტში და გააჩინა კითხვები, შეძლებს თუ არა ამას მომავალში. ერთ-ერთმა ძალიან საინტერესო ინსტრუმენტმა, ნოუთბუქმა, შექმნა ახალი მოდელი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს პრეზენტაციების და სლაიდების გაკეთებაში. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს წაადგება, ვინც ხშირად აკეთებენ პრეზენტაციებს და მობეზრებული აქვთ 1000-ნაირი რუტინული საქმის გამეორება, დიზაინის შექმნა და პრეზენტაციის ლოგიკის ჩამოყალიბება. შოპოჰოლიკებისთვისაც არსებობს განრღვევები თანამედროვე სამყაროში. ChatGPT გამოვიდა ფუნქციონალი, რომელიც გეხმარება თქვენ ინტერნეტში მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ნივთები, შეარჩიოთ მათგან საუკეთესო და შეიძინოთ ისინი. ეს მექანიზმი ჯერ განსაკუთრებით კარგად მხოლოდ ამერიკაში მუშაობს. საქართველოშიც შესაძლებელია მისი გამოყენება, თუმცა ფუნქციონალი დახვეწილი დასავლური ბაზრებისთვისაა. მაგრამ იმედია ჩვენს შოპოჰოლიკებს ექნებათ მომავალში იმის შესაძლებლობა, რომ თავისნებები ამ ინსტრუმენტითაც დაიკმაყოფილონ. ეს ამბავი წინასებმის. ChatGPT რეკლამირებაშია შემჩნეული. ადამიანების გარკვეულმა წრემ დააფიქსირა, რომ ChatGPT გარკვეულ პროდუქტებს რეკლამებს უკეთებდა მათ საერთო ჩატებში. ეს რას ნიშნავს? რომ თუ თქვენ რაიმე ნივთის შეძენა გსურთ და ეს წინასწარ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიცნო, თვითონვე გაუკეთებს ამ ნივთის მაგვარ ნივთს, ან თვითონ ამ ნივთს რეკლამას, შეგირჩეთ და შეიძენს მათ თქვენთვის. ფაქტიურად, ფუნქციის გარეთ რჩება ადამიანი. ასევე პრობლემა ექნებათ იგივე შოპოჰოლიკებსაც, რომელსაც თვითონ პროცესი მოსწონთ და არა უშუალოდ ნივთის შეძენა. მაგრამ კიდევ ერთი დაკავშირებული სიახლე გვაქვს. ადამიანებს უკვე შეუძლიათ რამდენიმე ფოტო გააერთიანონ ერთ სურათში ჯემინის დახმარებით. რას ნიშნავს ეს? თქვენ თუ რამე ნივთი მოგეწონებათ, თქვენ შეგიძლიათ ამ ნივთის ფოტო აიღოთ,
შემდეგ თქვენი ფოტო აიღოთ, დააკავშიროთ ისინი ერთმანეთთან და ნახოთ ეს ნივთი გიხდება თუ არა. დავამატოთ ამას რეკლამის ფუნქცია და ავტომატური შესყიდვების და ალბათ ხვდებით რისი მიღებაა შესაძლებელი. შემდეგი ამბავი ვიდეოების შემქმნელებს გაახარებს. Runway, Klingma შემოგთავაზეს ახალი მოდელები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ სინემატოგრაფიული პროდუქტი შევქმნათ. ისინი გვთავაზობენ განათების ახალ სისტემას, დეტალიზაციის მეტ დახვეწილობას და ისეთი ხარისხის ვიდეოებს, რომლის მსგავსიც აქამდე ინტერნეტ სივრცეში ხელოვნური ინტელექტის მიერ არ შექმნება. და ბოლოს მინდა Gemini Deep Think-ი და მისი შესაძლებლობები გაჩვენოთ. შევადარო ის Gemini 3-თან, რომელიც ძალიან დიდი გარღვევა იყო ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, თუმცა Deep Think-ი სულ სხვა ნახტომია. მისი შესაძლებლობები ახალ ეტაპზე გაიყვანს სამყაროს და ჩვენს რეალობას. ჯერ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მაქსიმუმ პაკეტის მომხმარებლებისთვის. თუმცა იმედია, მოგკვდავებსაც მიგვიჭდება მალე ხელი და შევძლებთ ჩვენი ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ეს იყო სიმორი. ადგილი, სადაც ცდილობენ, რომ ტექნოლოგიური სინახლეები არა მხოლოდ მოგიყვნენ, არამედ აგიხსნან კიდევაც ისინი.